ყველაფრისთვის კაია. ხო, ამას ბევრი დატვირთვა აქვს. პირველ რიგში პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რომ პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტია. მეორე რიგში ხალხისთვის თავისუფალი უხელმისაწვდომი გახდება კავშირი მიმოსვლა ევროპასთან, რაც ძალიან კარგია და რაც ძალიან ხელს შეუწყობს თვითონ ხალხის განვითარებას და ხალხის მენტალობის ჩამოყალიბებასაც. საქართველოში მე მგონი ჩემი აზრით ისეთი მდგომარეობაა დღეს, რომ ამ უვიზო მიმოსვლაზე მე მგონი ახალგაზრდა არც დარჩება. დარჩებიან ომის დროს რო იყო მოხუცები და ბავშვები. გადავრჩენილი ვართ, ბევრი წავა უფრო მოსაპარად ქართველები, ხოდიშით მე ზურაფერს ვერ მივესალმები, კარგია და ალბათ გამოვიყენებთ შესაძლებლობის ფარგლებში. რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და რა თქმა უნდა ვთვლი რომ ეს არის ისტორიული დღე და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღვნიშნოთ იმით რომ მოვიქცეთ ძალიან კარგად, ვიყოთ ნამდვილი ევროპელები და როცა ჩავალთ ევროპაში და ვიზა არ დაგვჭირდება, მოვიქცეთ ისე რომ მეორედაც ჩაგვესვლებოდეს. ჩემთვის ჩემი აზრი ეს არის ამ დღესთან დაკავშირებით და მე ესე მოვიქცევი პირობასთან. ნუ რა შეღავათი გვხდება. ჰა? ნუ რა. რამდენჯერ წახვალ, რამდენჯერ მოგზაურებ ცხოვრებაში. მე მგონია რომ ყველას ესე ადვილად თავისუფლად არ გაუშვებენ. ეს სახელმწიფოდან შიგნით და იქით რაღაც ესე ადვილად რომ გაიხსნა საზღვრები, ყველა აიშვებს თავს და გაიქცევა ამ გაჭირებული ქვეყნიდან. ჩემი აზრი ეს არის. იმედი მაქვს რომ ქართველი ახალგაზრდები იმოგზაურებენ მაინც ევროპაში და დაინახავენ როგორი ევროპული კულტურა და შეაფასებენ თვითონ და არ მოусვენენ თქვათ ძველ თაობას და დემონიზაცია არ მოხდება ევროპის და ევროპული კულტურის. ეს არის ძალიან პროგრესიული მოვლენა. ჩვენს ევროპულ ქვეყნებთან ჰქონდა კავშირი, კიდე კარგად დაგვაკავშირებს ერთმანეთთან. და ჩემი თაობას არა, მაგრამ ჩემ მომავალ თაობას ნამდვილად გამოადგება ევროპის ქვეყნებთან კავშირი. ბევრ ამას შეიძენენ, ბევრს ჩვენსაც წაიღებენ კარგს. რაც გვაქვს კულტურული დიდი წარსულის მქონე ქვეყანა ვართ და მე მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან კაი მოვლენა.